აში მიწვიზამ რა ეგრე ვიწყებთ ხოლმე რომ ეხბებს ვასიფროთ. დამოვისუნთ ხო? არასოდეს ამ მოხუცკაც დამაყენებს ხოლმე კამერას მევასწორებ. მე ის მემართება და იწყებს ეგრევე გადაცემას და ჩემი ქოშინი ისმის მარტო. არა უშავს. ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მეც ქოშინებ ასე რომ არიდარდო თუ მოწევას დაანებებ თავს აღარ იქოშინებ. მე დავანები მოწევას თავი 23 წელიწადი ვეწეოდი პატიმს. ჯერმა წამომაძა ხო და შემარცხვინო. რო დაანებ რამდენი ეწეოდი? 23 წელიწადი. აჰა, დასაწყისი კარგად არ ვქონო ჩამოწევ. როგორ დავანებოთ მამებმა? წითელ მალბოროს. როგორ და შვილებზე აი გადავიდე, ნახე შვილებზე ორგანულად გადავიდე, რომ მივხვდი რომ შვილებს აუკითხო მორალი სიგარეტი არ მოწიონ, ჩვენც არ უნდა ეწეოდი ალბათ რა, არა? მართალია, ჩემი შვილები აქეთ მეკითხავენ ხოლმე მორალს, რომ სიგარეტს რატო ეწევიო. დიმიტრი ტატიშვილი ჩავწერეთ და როგორ დაანება. ბატონი დიმა? დიახ, ბატონი დიმა. როგორ დაანება, ღამე რო დგებოდიო შუაღამისას თუ არ მქონდა მაღაზიაში მივდიოდიო და რო დავფიქრდი რა სისულელეს ვაკეთებდიო შუაღამისას საწოლი და როგაც ერგები სიგარეტის გამო და იქვე დავანებე თავი. ნოემბერი იყო, ეს იყო 3 წლის წინ გორში მქონდა რეპეტიცია მახსოვს და 4 კოლოფი სიგარეტი დავამთავრე შუადღის 3 საათზე. იმ დღეს ხომ მიდოდი 1-2-3 კოლოფი კიდე თუ 3-ზე 4. ეს იყო ბოლო ღერი. ერთი რამაც პანჯა საშინლად იყო რომ ეს რა ქვია. აი სულ რაღაც აი ესა რა, აი გავგიჟდი. მე ზამთარში რო ჭამდი, გავდივოდი აი მანს გიჟივით ასე ვიდექი და მე მივხვდი რა მინდა რა დავდივარ თქო. საშინე, მაგრამ ერთ კვირაში გაჩნდა სუნი, გემო, დედამიწა, გარემოს რაღაცები გაჩნდა. ჩვენი დასაწყისი იყო ჩემოლადო, მაგრამ ეხლა მარჯანიშვილის თეატრში ვართ. ესე მოგდის ხოლმე აცაბაცა ეხლა კიდე სტუმარი არ წიგიც ნუ მე სანდროს მაგრამ ხონა წარგვედგინა. ხო, ისე ხო. მე პირადად ვიტყვი რომ შეყვარებული ვარ სანდროზე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიხარია. აი თქვენ რო არ ახართ ჩემზე შეყვარებულება, აი ადამიანები კაცები არიან შეყვარებულები. მაყურებელს რო უთხრათ სახიობების ხედა კადრს მიღმა და იმათ მიმართავს სანდრო. მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ვართ. და როგორ ბრაზდები ხოლმე სანდრო არიცით სკამს რო ვისწორებ რაღაც და ქვემოთ რომ მოვკიდე და კევი რო ოთხონა მიწევებული რა არნაირი ჩვენო. კევი ხო კინოში განსაკუთრებით კეში ნაკლებად მაინც თეატრში. არა იყო ხა რო ვიჯექი. იყო კევა რას მოპარაკებით. ალბათ კინოს მაყურებელი იყო შემოპარული. კინოს მაყურებელი იყო. სანდრო შულე მოკლედ ჩვენი სტუმარი საოცარი მამა, საოცარი ადამიანი, ძალიან კარგი რეჟისორი და ეთანხმები გამყრელიძის დასკვნას როგორც წესი. საუბრობთ შულებზე, მამაშვილობაზე, სიყვარულზე და ერთ-ერთი ინტერვიუს უსმინეთ თქვენ ამბობდით რომ ძალიან სიკეთე გვაქვს დაკარგული ადამიანებსო რა. არა. კი მე. ხო და სწორედ მაგ დასკვნამდე რომ მივედით ჩვენც, იმიტომ ვცდილობთ დავიწყოთ ეს პროექტი და რაღაცნაირად სიკეთეზე, სიყვარულზე და ძალიან კარგ ამბებზე ვისაუბროთ. ხო, ნუ შვილებზეც მაგით ვლაპარაკობთ, რომ შვილები ფაქტობრივად სიკეთე და სიყვარულია. და ბავშვობაზე. ხო და იმ ერთ-ერთ ინტერვიუში სანდრო თქვენ ამბობთ რომ რთულ პერიოდში მოუწიავ ჩემი ბავშვობაო. და ვერავინ ვერ მიხვდებაო იმ პერიოდსო თუ თვითონ არ იყოო არ მოესწრო იმ პერიოდსო. იქითადებს აი უკან დავდე ის რასაც ჩანთი დამიდე. იქითადე. ხო ეს თუ გახსოვთ. რა არის? ჩვენ ლიფტებს ვაგროვებ და ხო რაღაცნაირად ბავშვობა რო გავახსენო მეთქი. აბა თუ გახსოვთ ეს რა არის? კასეტა, რა უჯინართამზე ბეღურების გადაფრენა. ეს ბაბლუანი ყოფილა. ეს არის მონანიება ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მე მგონი უძდელობა კინო არ ვიცი. არაფერი აწერია ხო? სექსები. არა, მათ ჩვენი ლენტს შევხედავ, თუ გაცვეთილია ეს ეროტიკა. ჩემ შვილებს რო ვაჩვენე, ვერაფრით ვერ მიხვდნენ რა იყო. არ არის ძალიან გაცვეთილი. ეს არის ფუჭდებოდა კიდევაც ის და უნდა ზემოდან მოგეხსნა, ეს თუ ჩაიხვევდა ხოლმე, ორი ცალი ის ქონდა სხვათა შორის. მე თან იცით ისი მომწევა არის, რა ქვია, Gold Star-ი რო გადაკეთე LG-ით. ანუ აი Gold Star-ი მქონდა, რა ქვია, რა ქვამას, პრისტავკა. Gold Star-ი გადაკეთე LG-ით და ესე იყო. პატარა ვიყავი რა, აი სად ვიყავი ეგაც მახსოვს, ვაკის სამების ეკლესიის წინ ვიდექი ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის მეგობრები იყვნენ აფხაზეთიდან და 6 შვილი ყავდათ რა. იმათთან ვაპარაკობდი რომ ორი ეგეთი ტყუილი გაჟღერდა ჩემი აზრით რა, რომ ერთიო ის არისო, რა ქვიაო, იაპონიაშიო კანისტრა გამოუშვესო, რომელიცო 5 მეტრიანი და 10 მეტრას იტევსო სინამდვილეშიო. და მეორეო რაღაცა ეგეთი გამოვიდაო
დისკი ქვიაო და იწევსო 700 სიმღერას, აი 700 მახსოვს რა. კანისტრა უფრო დასაჯერებელი ხო იყო. კანისტრა მეტად დავიჯერე, ვიდრე რომ 700 სიმღერას ამეშება დაეტიოს თქო, იმიტომ რომ 90 წუთიანი კასეტა რო იყო უკვე საერთოდ. მაშინ სანდრო ძალიან ისეთი ლეგენდები იყო და უცნაური ისინი ვიცით ხოლმე. ბრუსლის გული კუნთად გადაექცა. ბრუსლის გული კუნთად გადაექცა. ბრუსლის ემდა თავის ბიძაშვილი ბრუსლაი. ბრუსლაი ემდა. კურიაში მაქვს მოსმენილი ალბათ მაგელიკო. მარიოს გემახსოვრება. როგორ არა? დედოფალი გადაგიჩენია მარიოში. იცი რა, არ მაქვს დახურა. როგორ? იქ იმას ვერ ყავდი. დრაკონს. დრაკონს ვერ ყავდი. ტანკებს ამაშოვდი? ტანკებს. საკუთარ სახელს არ წერდი იქ თასოწყიში? შეგეძლო აგერჩია. კი, გაკეთე. თუ რაღაცასაც წერდით ხოლმე. კონტრასტი მოხამდა. კონტრაკი. უკვდავი მარიო რო გამოვიდა მე. ფრინავიც იყო. უცნაურს მე მახსოვს მამა მიყიდა Sony აი ძალიან არ ვიცი ალბათ 90 რა ვიცი 17-18 არ ვიცი აი Sony ახალი შემოსული იყო და რომ უყურებდი ფიქრობდი რომ ამაზე მეტი ახლა რაღა უნდა მოხდეს თქო ახლა ამაზე ტექნოლოგია სად უნდა წავიდეს თქო Sony 1-ის რა თქო თუმცა წინ მიდის სამყარო ახლაც მაგას რო ვამბობთ ამაზე მეტი რაღა უნდა გამოიგონო სიუბორი და დენდი და ეგეთი ისინი იყო ტერმინატორი ხო და ჩემმა მეგობარმა PlayStation-ს თამაშობდით მომიგოво. მე ჩემი 4 წლის შვილი დაუჯდაო და შურიძია მოგო იმ ჩემ მეგობარს. მე არ ვაგებინებ ჩემ შვილებს. წვეთა თამაში. არა, კაცო, უამინდობის გამო გადაიდო. ისავარ, საშინელი ისავარ, ზუგებ. თავიდან ხვდები რომ უნდა მოვაგებინო ბავშვია და მე რომ წარდები და არ იმასვები. არ ვაგებინებ. ეს ტექნოლოგიური განვითარება ჩვენ შვილებზე როგორ გავლენას მოახდენს ან როგორ არა ხალხო არა მე მახსოვს არ ეგეთი გენიალური პირველი კლიპი თუ გახსოვთ იმ გნანახი გაქვთისა MTV-ის პირველი კლიპი რომელია იცით Radiohead თუ რაღაც ისა რა ქვია რადიომ ისა ტელევიზიამ შეჭამა რადიოს ვარსკვლავი ეგეთი სიმღერა პირველი კლიპი იყო MTV-ისი რა და ანუ სულ ეს არის ანუ ხდებით ანუ აი ნანახი მაქვს ამბობდნენ რომ ჯერო ისაო ეხა აი ნახეთ თუ წიგნი თუ არ შეჭამოს გაზეთმაო მერე იყო რომ აი ნახეთ თუ გაზეთი არ მოსპოს რადიომო მერე იყო აი ნახეთ რადიო თუ არ მოსპოს ტელევიზიამო აი ნახეთ ტელევიზია ეს ცოტა მე მგონი შიშია განვითარების მიმართ არა საოცარი შვილები ყავს ჩემი შვილები აი ლაპარაკობენ ბევრ ენაზე რომელიც ესე ისწავლეს აი იმიდან ისწავლეს და საიდანაც ისწავლეს და ჩვენზე წინ არიან ბევრად ამიტომ არ გვინდა მე მგონია რომ პირიქით ხელი შეუწყოთ იმიტომ რომ ძალიან განვითარებულები არიან არ არის ამას სული ჩვენ გვეშინია ეს რაღაცეების რომ აი მე არაფერი არ არის ამას სული რომ ჩვენი შვილები არიან ჩვენზე მაგრები ესეც უნდა იყოს აბა რანაირად მე ვთანხმები რომ ტექნოლოგიას ფეხი დაუწყოთ და არ უნდა შევუკრდეთ თორე რაც უფრო შეგვეშინდება უფრო დავშორდებით და ბევრად წინ იქნება სხვა ქვეყანებზე ვიდრე ვარ. მაგალითად ეხლა აგერ მოგვახსენეს რომ იმაში რა ქვია აგერ მაისში მივდივართ გასტროლებზე საბერძნეთში ხო და მეშინია უკვე საშინლად. იმიტომ რომ ეს მაქვს. აი მე რომ გაი ბილეთიც რომ მომსე ბარათი თეთრი რომელიც ულიმიტოა ან რაღაცა მაინც უშიში მაქვს რა რომ აი ვერ შვები რა ანუ მგონია რომ არა ესე არ შეება. ამ დროს აი მომავალი პატარები ჩემი შვილები ჯერ არ მოგზაურობენ, მაგრამ ნუ აი პატარებით, აი 15-16 წლისები რო ვინც არიან, სამყარო მათ აი დაპატარავებული, ანუ პატარა სამყაროა, პატარა, ანუ აი რაღაცაში ეძებენ $7 მიფრინავენ, აი ხვდებით და მე მაქვს ამის შიში, მათ არა აქვთ, ეს კარგია ძალიან, ნუ დედამიწა მათთვის მოკალია. ჩემი შვილი 12 წლის იყო, შარშან პრაღაში იყო გასტროლებზე ცეკვიდან. მე რო 12 წელს ვიყავი, ჩემი ყველაზე ახლო წერტილის და შორი წერტილი სადაც მივდიოდი მარტო იყო სურამიდან ჩავდიოდი ხაშურში და მე მგონა რომ სამყარო ძალიან მაგარი დიდი სამყაროს ნახულობდი. ხო, არა, ხო და ძალიან დაპატარავდა კი. ეხლა მე გეტყვი რა იყო ჩემი მაქსიმუმი. მე 5-6 კლასში ვიყავი. მე და ჩემი მეგობარი გიორგი ხინჩაკო ვიპარებოდით სკოლიდან, ვარკეთილში ვცხოვრობდი. მეტროში ჩავდით, ისლამდე გავიდოდით, გამოვიდოთ თუკან და ეგ იყო ჩვენი ისა. სამყაროს ნახვა. ხო, ხრი ჩვენი პრაღაში იპარე. ანუ მე მახსოვს ახლა ჩემი ბავშვობის მეგობარია აჩო ხანთაძე, იმასთან რომ წნეთში წავედით აფხულში ერთი კვირით, ნუ მეგონა რომ დედამიწა მოვიარე. სანდრო, როგორ შეგცვალა მამობა? რანაირი იყო სანდრო ელოშვილი? მამობამდე და მამობის შემდეგ. იცით რა, ცოტა დეპრესიული ფონი უხდება ამას ალბათ, მაგრამ მგონია რომ როცა შვილი გიჩნდება, შენ თორემ
თავდება შენი ცხოვრება რაღაცნაირად. სხვისი ცხოვრებით იწყებ ცხოვრებას. აი მაგალითად არსებობს ეგეთი ამაზონის ჯუნგლების ყვავილი, ის ქვია, აქვე მონსტერა ალბათ იცით აი ესეთი და ესე რო იყოფა ხო ეს რა იზრდება. და საოცრება აღმოაჩინე რის გამო ალბათ შეიძლება ლეგენდაა, მაგრამ მომწონს ეს ისტორია, რომ ახლა მზე ნაკლებად აღწევს იმაში, რა ქვია, ჯუნგლებში, ამიტომ როგორც კი შვილი ამოდის ძიდან, ეს იწყებს დაყოფას, რომ მზე მიუშვას იმამდე, რა ქვია, შვილამდე რა. ხვდებით აი რაღაცა ითვლება, რომ ის იდეალური მამაშვილობის თუ დედაშვილობის თუ მშობშობელობის მაგალითია რა და აი მგონია რომ რაღაც ეგ გზას გავდივართ, იმიტომ რომ უცებ მე ყველაფერი მთავრდება, იცვლება. ოღონდ ესე არ არის რომ დაუშვათ მე ხა ლიზა რო გაჩნდა ვერ ვიგძენი. რამდენი წელი იყავით სანდრო? ლიზა რო გაჩნდა 2013-ში რამდენის ვიქნებოდი? 25-ის. მე 25-ის ვიყავი, ზუსტად ნენე რო დაიბადა. ან შეიძლება 2012-ში გაჩნდა, არა 2013-ში. 2013-ში გაჩნდა თანამშრომლებით მაგას. აიცით, ახო მე უფრო იზდები, აი დაუშვათ მე კატოსთვის ასე მგონია რომ უფრო კარგი მამა ვარ, ვიდრე დაუშვათ ლიზასთვის ვიყავი. იმიტომ რომ იცით რა, აი მამობა უნდა ვისწავლოთ, ერთხმა ტვიანმა კაცმა მითხრა რომ ჩვენი შვილები გვდიან ჩვენო და არა პირიქით ჩვენ ვდით მათო. აი ამიტომ აიცით აი მეტი ვისწავლე ლიზა მეგონა რომ სულ ის იქნებოდა რა ქვია პატარა სულ მეგონა რომ პატარა ამიტომ შემეძლო რაღაცა 20 წლის მერეც მეთან აი ხვდებით ან გამოვიდა ეს უცებ ამასნად ქუჩაში შემხვდა და ცოტა დავიბენი მეგონა რომ იღლიაში ამოიდო ატარო და უცებ ქუჩაში შემხვდა და მივხვდი რომ ნუ ამიტომ დაუშვათ კატოსთან მეტად ვცდილობ რომ ის კონდეს რა ქვია მეტად დავტყვე მისი ბავშვობით ესე დავარქვათ ვაჟიცკო დიახ ბატონი ნიკოლოზი ჩემსავით სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მე მივხვდი რომ ნიკო დადის ფეხბურთზე გოგონებო იცით რომ ნიკო ფეხბურთზე დადის და მე მივხვდი ვინ არის მის საყვარელი ფეხბურთელი მე ჩემსავით დინჯია არ გადაადგილდება მოედანზე ახერხებთ შვილებთან ურთიერთობას ვერა ცუდი მამა ვარ არ ცდილობ გამოსწორებას? კი. იცით რა არის რაღაცნაირად ისეთი ურთიერთობა გვაქვს. ერთი რაც შევქმნით რეალურად არის ის რომ მართლა გულწრფელად მეგობრები ვართ ერთმანეთთან. არ მაქვს რაღაცა ეს აღიარებული დოგმე. აი ამას გულისხმობ ცუდ მამობაში რაღაც აი შაბათს უნდა გავასერნო. არ მაქვს ეგეთი რაღაცეები. რა შეიძლება ემ ვიჭვეთ. ასე ეგდოს. ანუ არ ცხოვრობთ იმით. ცნობ რა უგზავო. ცნობ რა უთხარ რომ ეს არის კრეტინობა. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს არის არა კრეტინობა და ასე რაღაცა თავისუფალი ურთიერთობა უფრო მომწონს მათთან. მე ვიდრე დაუშვათ რაღაცა ესე წესებით რო აი კინოში მივდივართ ივახშმოთ რაღაც. ლიზი არის 13 ბოდიში თქვი და მერე. შენ თქვი. მოდი ჯეი რა ინდა. ჯეი სადამდე? ერთამდე. ნი. ჩემჯერი. ორი ვაჟის მამა ვარ სანდრო და ოცნება მაქვს გოგო. აი თან ბაღის მასწავლებელი ვიყავი 4 წელი და რომ იმ გოგოებისგან ჩემი აღზრდილი ბავშვებისგან ისეთ სითბოს ვიღებდი რომ ოცნება მაქვს გოგოს ყოლა. გოგო არის ყველა სანდრო ისა ვლადო ორი გოგოს მამაა და მშურს ხოლმე და გოგო არის საოცრება. როგორი აი გოგოს მამობაზე მინდა რომ მომი. ანუ ხო არის ხა ეს ამბობ რომ არა ქვია ბიჭი თუ რაღაცა სახელი არ დავარქმევ თუ რაღაცა ძველ რომში ხო იმას არც არქმევდნენ სახელებს. ბიჭი თუ არისო 1-2 ასე ერქვათ. გოგო არის აი მე ყველაზე თბილი რამეა. აი მე თბილი რამეა თბილი საშინელი და თან რაღაცა შენი ის ხდება რა ქვია მესაიდუმლე თუ არ ვიცი რაღაცნაირი ხდება გიყვება რაღაცები ვერც გიყვება აი თან აი ხდებით აი დღეს დილით მაგალითად ბოჯიალობდა ესე კატო რაღაცანი გახდა 5 წელი საიდეგეთია სერიოზული ხალია რატო არ ვიცი ნუ დილით ასე დადიოდა სახში რაღაცა რომ უყურებ ბიჭდები მე ხდები რომ ხალია რომელიც იზრდება შენ თუ რაღაც ყვავილივით არის რაღაც ჩვენი ყველა სტუმარი ამბობს ხოლმე რომ მშობლები ვართ შვილების მაგალითიო და სანდროს ინტერვიუს რო უსმინე პირიქით ამბობს რომ შვილები არიან ჩვენთვის
მაგალითებიო. ჩვენ შულებს უნდა მივბადოთ და კიდე ასეთ სიტყვა თქვით სანდრო, ვაცადოთ ჩვენ შულებს იყვნენ მაგრებიო. უშლით ხელს უფროსები მაგაში. იცით რა არ მჯერა, იცით რა არის, ჩემი შვილები მინდა იყვნენ ყველაზე კარგები დედამიწაზე და მე ხო არ მგონია ჩემი თავი ყველაზე კარგი, ამიტომ ის გამო დავიმსგავსო ისინი ვერ ხვდება. მე ხო ვიცი რომ ჩემი თავის დაუშვათ ძალიან ცუდი ვარიანტი ვარ, რაც შემოყოფილიყავი. და როგორ თქვა ეხლა რომ ჩემი შვილი ჩემნაირი მინდა იყოს. ამიტომ აი შინაგანად მინდა იყვნენ რაღაცა უკვე მჯობია არ არსებობს. არ იქწერია რომ ჩვენზე უკეთესები არ იყვნენ. რანაირად მაშინ სამყაროს აზრი აღარ ქონია სამყაროს ფუნქციონირებას. იცი რა მინდა კითხო, აი მამასთან ურთიერთობიდან, აი მამა როგორც იქცეოდა შენ თქვენთან ურთიერთობაში, შვილებთან თუ გადმოიღე რამე? იცით რა კიდე ჩვენ სხვა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება. ჩვენ სხვანაირ დროში ვიყავით. ჩემი საქართველო, ჩემი თბილისი იყო რაღაცნაირად ის რა ქვია, მიხატებით მიმოფანტული ქუჩებიდან სიკვდილი, ომი, უბედურება რაღაცეები. ამიტომ არ მგონია სწორი რომ დაუშვათ ჩვენ და ჩვენ მშობლებს რაღაცაში თუნდაც არ ვიძახი ბაძავდეთ, აი ხდებით აი რაღაცა ისტერიული ფონი იყო. უფრო ომი რა, ამიტომ კი, ამიტომ სხვა მოცემულობა იყო დაუშვათ ჩვენი მშობლების და სხვა მოცემულობა მე მახსოვს ეხლა მამაჩემს რომ ის მოქონდა რა ქვია. პურის ქარხნიდან რომ მოქონდა ცომი, იმიტომ რომ დედენი არ იყო ქვეყანაში ხა რომ გაცილებით სხვა საშუალებები მაქვს და შანსები მაქვს მე და გაცილებით სხვა საშუალებები ხო. ამიტომ ისაც დასაფასებელია. შეიცვალა გავიზარდეთ ჩვენ ხო სახელმწიფო ხა შევდეკით, ამიტომ მოქცევა სხვანაირი ვისწავლეთ. სხვა რამიდან სხვა სამყაროში გადავედით. ამიტომ ეხლა ჩვენ ვიზდებით, ამიტომ არ მგონია რომ რაღაცა უნდა შევეჯიბროთ ჩვენ მშობლებს. მე მიფიქრია ხოლმე 90-იანებში რომ ყოფილიყავი მშობელი რას ვიზამდი და ფიქრისთანავე შემიწყვიტავს ხოლმე ის, იმიტომ რომ ძალიან რთული იქნებოდა აი მართლა გადარჩენაზე იმაზე. ეხლა იმაზე ვფიქრობ რომ აი ბავშვი რითი გავახარო და მაშინ ვერაფრით ვერ გავახარებდი. არ არსებობდა. ახლა თქვენთან რომ მოვდიოდი სანდრო მეტროთი წამოვედი. ახალგაზრდა გოგო შემოვიდა 3 წლის შვილი მყავს შია და დამეხმარეთო და აი გული გამეგლიჭა ძალიან რთულია. იმას შვილებს არ უნდა შიოდეთ მოკლედ რა. ბავშვებს არ უნდა შიოდეთ რა. და 90-იანებში ჩვენ მშობლებმა ზუსტად ეგ გამოიარეს რომ შვილების დაპურების პრობლემა იდგა მაშინ. კი მე ვფიქრობ, ანუ ჩემი რაღაცა აქტივობები ესე დავარქვათ რაღაცებს მე რა ხალხი აგროვებს მე ვწერ უბრალოდ. ეს მგონია რომ სადღაც როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ჩვენი შვილები უნდა იყვნენ ბედნიერები. ჩვენი შვილები ვერასდროს ვერ იქნებიან ბედნიერები თუ ისინი არ იცხოვრებენ თანაბარ გარემოში. აი დაუშვათ თუ ჩვენ ყავს აგერ რამდენი 7 შვილი მოგდის და 7 ვაშლი გვაქვს. მე თუ 7-ვე ჩემ შვილებს წავუღებ თუ ისინი დაინახავენ თქვენ ბავშვებს ევდიანს მაშინ ისინი ვერ იქნებიან ბედნიერები. გამორიცხულია ჯობია რომ თვითონ თქონეთ და თანაბრები იყვნენ ყოველთვის. ცოტა ხნის წინ შვილმა გადაიხადა დაბადების დღეს სადაც არ დაგვატიჟა. რანაც დაიყო რომ შვილმა არ დაგვატიჟა დაბადების დღეს. მე ჩადავპატიჟე ჩემს. ვიცი წავიკითხეთ. მე ჩადავპატიჟე. სამაგიერო გადაუხად. ხო არა იცი ხო აი ის არ ვიცი რაღაცები არიან ახლა აი სხვა ფიქრები აქვს მე ცოტა მე ხვდები აი მან ხვდები რომ რაღაცა საშინელი რეტროგრადი ვარ იმიტომ რომ რაღაცა და ჩამორჩენილი აი ის მათი ინტერესი სხვა რამეა სხვანაირები არიან სხვა ინტერესი აქვს სხვა რაღაცებს უყურებენ ჩხუბობ ბრაზობთ ტელევიზორში დებილობებს ჩემი აზრით მე ხვდები რომ რა ვიცი მე ხო რაღაცას კრეტინობას უყურებდიო მაგრამ ვიყავი და ამიტომ ხო არ უნდა გვეწყინოს ალბათ არ ვიცი სანდრო სხვა გადასული ცელქი ბავშვი იყავიო თქვენზე თქვის შემზე საშინელი ბავშვი ვიყავი ალბათ არ ცუდი ბავშვი ვიყავი ალბათ ცუდი არა ცელქი და ცუდი და იგივე ხო რა როგორი ბავშვი ვიყავით მართლა ცელქი და რაში გამოიხატება მალე გავირყვენი იმიტომ რომ თეატრში მოხდი რომ ვიყავი 8 წლის 90 ჩვენს იყო თეატრალური სარდაფი და აი რაღაცაა ამიტომ ნაადრევად აირია ჩემი ცხოვრება სხვათა შორის ბაგრატის ტაძარზე მაქვს დალეული 10 წლის ასაკში სადღეგრძელო რომ ჩემს დამწვარ ბავშვობას გავუმარჯოს. სხვათა შორის ახლა თეატრში მოვიდა გავირყვენიო რომ ამოც ხუმრობით არის, მაგრამ ძალიან კაი რაღაც ნახე თქვენი დაწერილი ეს მინდა წავიკეთე. ბავშვობას გავუმარჯოს. კაი.
ხო, თეატრი რო არ ყვნის, ეხლა მიხვდებით, რატო სანდრო რას ფიქრობს რეალურად თეატრზე. მე რომ პირველად თეატრში მოვხვდი, მაშინ გარეთ ციოდა, იყო სიმნელე, ხალხი ერთმანეთს თოფებს, ხანდახან ბომბებსაც კი ესროდა. ყვარყვარი არა, ეს ყვარყვარი ახლა ასეა გარეთ, ბომბებს აღარ ისვრიან. თეატრი კი მაინც ბუნკერს გავს თავშესაფარს. ჩვენი სულების გადასარჩენი. ხო გზა არ იყო მაშინ ამ ქუჩაში უნდა გარიყავან თეატრში ყოფილი თეატრში მეტი კულტურა და დიდი გითხათ ეხა დიდად განსხვავდებოდა მაშინდელი ქუჩა და თეატრი ერთმანეთისგან თქო მოგაწყურებს იქაც ცხოვრების სტილი იყო სხვაში ერთი იყო მაგრამ ნუ აი მაინც რაღაც მეტი კულტურა იყო მე მახსოვს თეატრალური სარდაფიო გაიხსნა ის იყო რა ქვია აი საშინელი ძველი ბიჭები ქუჩის ბიჭები მოდიოდნენ თეატრში მე შესწრებული ვარ რომ რაღაცა როგორ არჩევდნენ ერთმანეთს უცებ აი ესე ქუჩის ზონეზე როგორ არჩევდნენ იმას რა ქვია და ფაუსტს თუ რაღაც ბრეხს თუ რაღაცას აი ბიჭო იმას ესე არ უნდა ეთქვათო აი ხო აი ამ დონეზე არჩევდნენ იმას და მე ის ხალხმა მე ვაკის სარდაფი ააშენა და ის ხალხი დღეს განწარმოებული ხალხია თეატრს ეს აქვს შინაგანი თქვენ და მამას როგორი ურთიერთობა გქონდათ? კიდევ დაუბრუნდეთ ამ საკითხს. იმიტომ რომ რაღაცა მოსმონიშნული ჯერ მითხარით და მე ის უნდა. არ ვიცი, სტრესული ალბათ. არ ვიცი, აი ხო კიდევ გეუნებით რაღაც მდგომარეობა იყო ასეთი მაშინ. რთული იყო, რთული, აი გაუთავებელი ეს რაღაცა ფარეულობა, უბედურება, განცდები, აი განცდები, სუეს განცდები მახსოვს, ამიტომ თითქოს ჩვენ მშობლებს ნაკლებად ჰქონდათ დრო ჩვენთვის ქვეყანაზე ზრუნავდნენ თუ რაღაცაეთ უნდათ. ეხლა გაცილებით კარგი მეგობრები ვართ, ვიდრე დაუშვათ ბავშვობაში. ეხლა აი გაცილებით კარგად ვართ ერთმანეთთან. მიშა სანამ ნიშნულ სიტყვით დავსავ კითხვას რა თქვენ სპექტაკლებზე თუ დადის ხოლმე მამა და რა შეფასებები აქვს დადის არ მენახება ღელავს ძალიან ღელავს ყველაფერს ჩუმად არის ხოლმე თავისთვის და მე მარტო იმებს მეუნება ასე უნდა სწორ შენიშვნებს პროფესიულად სწორ შენიშვნებს პროფესიულ შენიშვნებს ვერ მომცემს იმიტომ რომ უხსნი რომ მისი პროფესია არ არის თეატრი მაგრამ ნუ აი ეს სუგანსტებში და სულ იმაში ნერვიულობებში და თქვენთვის როგორია როცა იცი რომ მამა ესწრება სპექტაკლს ან შვილებიც როცა ესწრებიან ეგეც აღარ მაქვს რეაქცია დიდი ხანია იმიტომ რომ რეალურად ისეთი სტრესული მდგომარეობა პრემიერ იმდენად სხვა რაღაცებზე ფიქრობ ხა დარბაზში მიდის მაგაზე ვერ ფიქრობ ალბათ ბავშვები ინტერესდებიან ამ სახეობით თეატრში აი მამა უწყვიტავს უყველას არ დავინახო ეგენი მე მაქვს ახალი ისე ხო იცი ხა ესე იგი ლიზა ხო დადის იმაზე რა ქვია მარიამთან ჯოლოგუასთან რა ქვია ეცეტერაში ნიკომ გადაწყვიტა რომ იყოს სცენარისტი კატომ გადაწყვიტა იყოს რეჟისორი და არტი განახებს საოჯახო თეატრებს თქვენ როგორ ელაშვილების საოჯახო თეატრი პრემიერაზე ვართ დაპატიჟებულები დიახ მოიტოვა არა ლიზა მითხრა საოცრება მითხრა ამას წინათ ესე დაემთხვა რა ეხლა პირველ სკოლაში დადის ჩემი სკოლა თავამთავრე იმაში დადის რა ქვია ჯოლოგუასთან ყველა ჩვეის არის მარიამი ისა კაცია ვიღაც მოკეთ მეგობრები წუნა ვიღაც მოკეთ ჩვენები ყველანი რა და ამ გამომიცხადა რომ მე გადავწყვიტეო რომ გავხდეო ლიზა ელოშვილი აბა ვინ ახარ მე უთხარი და არა აი გადავწყვიტეო რომ გავხდეო ლიზა ელოშვილი შენ არ დაგემსკა აი ისე მითხრა და გავბრაზდი მე ვთქვი აღარ გადაგიხდი ფულს მეთქი სცენაზე გინახავთ ბავშვი თქვენი შვილები კი ლიზა და როგორ განცდა საშინელი ბევრად საშინელი ვიდრე საკუთარ თავზე ბევრად იმიტომ რომ ჯაბები რაღაცები გემართება ასე უნდა ქნა ასე მე ხვდები რომ ასე უნდა ქნა ათითმისა იმ სპექტაკლის მერე რაღაც პროფესიული რჩევები მიგიციათ არა სხვათა შორის ან მინდა მაგდონეზე ერთხელ აი ხა ბოლო პერიოდში რაღაცაეთ აი პრემიერა ჰქონდათ რომელსაც მე არ ვიყავი რატო არ ვიცი სადაც ვიყავი არ მახსოვს ხო და წინასწარ დიალოგები გქონდა რაღაცეებზე ესეთი პროფესიული რჩევები ცოტა და ის ისმენდა როგორც პროფესიონალი ამას და ცოტა ნერვები ამეშალა ხო მაგრამ უნდა შეეგუოთ სხვა თავზე მოძალა არ არის ეხლა ფიქრობ ის წავიკითხოთ რა მოდი
თეატრალურ მისაღებ გამოსტაზე რომ მივიდიოდიო, მამაჩემმა მითხრა, მალე მოდი მე შეხელში წიგნი არ მინახავ და საფოჟდიკებს უნდა მიგაბა. კი, მოდიო, კაცო, ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრები ჩვენი. მიგაბარებო და გასწავლიან ხელობასო რა და იმას გენიო. ვერ მოხდებიო გამორიცხული. როგორ რა მოხდებო? ეს იყო ალბათ, იმიტომ რომ ნათქვამი მაქვსო, მე რუსთაველზე ესე ვერ დავდიოდი თეატრალური წინა, აქეთ ხარ ეს დავდიოდი, იმიტომ რომ იქ ხანარი ხალხი იყო და ეგ თქვენი სანდრო თუ რას ამბავ? მამაჩემი აქ მოყოლილი, აი რუსთავი იქ კითხა ეს გავლა რაღაცა ცხენოდაო რა, იმიტომ რომ იქ რაღაც მსახიობები თქვენ მომავალ ხო და ამიტომ აქეთ გავდა, აქეთ რუსთაველზე ცხოვრობდით ჩვენ. თელი ცხოვრება. ხო და ამიტომ ეს ხო ქონდა რომ ვერ წიგნიან თუ არ გადაშალეო რანაირად. შუმად კითხულობდი ხომ ჩემთვის. მაგრამ ყველაზე მაგარი იცი რა იყო რა მომეწონა სანდრო. ოღონდ თქვენ რო თქვათ მირჩევდიო. აბა მითხარით 5 სპეციალობა მქონა მითითებულიო. 5 სპეციალობა მქონა მითითებული. ნუ შემეშინდა რომ 5-ვე გამოსტაზე შევედი. ხო და ვერცერთი ვერ ჩავაბარებ და თქვენ მოყევით ეგ ამბავი. არაფერი შემეშინდა, ძალიან შემეშინდა ხა, იმიტომ რომ რეალურად რამდენი 4 თუ 5 კაცი იღებდნენ თეატრის რეჟისორ და ამიტომ ჩავწერეთ კინო დოკუმენტ, კინო ბატონი ის იყო ჭუბაბრია, კახა ვარიან მახსოვს. რა გვარი იყო კახა? აი ამ მოჭექს. ანუ ხო რა კინოზე დოკუმენტურ კინოზე ტელე იმაზე რა ქვია ყველაფერზე შევედი რომ რაღაცაზე ოღონდ რაღაცაზე მოხდარიყავ და მე გადავიდოდი და მწყობენ დინათ ვინერიულე რომ ყველაფერზე მოხდა ყველაფერზე 5-ვეზე ნაი 5-ვეზე არა ახლა უტრირებ მაგრამ ნუ 3-ზე ნახეთ საუკეთესო არჩიეთ ხო ნუ თეატრი მინდოდა მე მწყევლიდან მახსოვს ვიღაც შობლები რომ ისაუბრებ ადგილი წაგვართვაო ხო და მე ხან 5-3-ვეზე ხო არ ვისწავლებდი რა გადავა სანდრო 90-იანებს მინდა ისე დაუბრუნდე ესეთ რაღაცა გეწერა Facebook-ზე შენი პოსტების ფანი ვარ როგორც კი დაიდება ხოლმე პირველი მკითხულობ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღე და იმაზეც რომანიჯიც ძალიან კაი რომანიჯი კაი რამე იყო დამეჭავენ სექტემბერში კი და მან გეწერათ რომ 90-იანებს ვინც ვერ მოესწრო ძალიან რთულია ვიწერან მიშომას თქვა რომ ეს ამბავი მიხვდეს რა გადავიტანეთო და ძალიან მაგარი ისტორია გქონდა 50 ტყვია მქონდა სახლში აი ეგ ისტორია რომ მოგხდა კაცო ეს იყო ჩვენი გართობა ვაგროვებდით როგორც ტერორისტი არ მქონდა რაღაცა სადღაც ვიპოვე სანამ შევაგროვებ მე შემეშინდა ხა ამ მყიების ზოგი თოფის იყო ზოგი იმის იყო ესე არ იყო და მე დავმალე ბებიაჩთან ნახავობაში და იპოვა ძაღლმა გამოჭამა და არ ვიცი თქო მე უთხარი რა ვიცი მისია თუ ანუ ეს აბონიჩნო გართობილი ყავი სხვა რაღაცა ასაფეთქებლებს ვაკეთებდით ხოლმე მარგანცო კაცო ის არა ქვია პუგაჩი ხო ეს ვიზავ ჯაბა ქონია პუგაჩი ჯაბამ კიო ჩვენ თავაში ყველას ქონდა პუგაჩი თუ პუგაჩი არ ქონდა რა რითი ერთობოდი აბა მე კალბას უფრო მიყვარდა სანდრო ასევე წავიკითხე რომ მამა მერთხელ ფეხბურთზეც მიგიყვანა ფეხბურთზე კი მე ძალიან სპორტული ახალგაზრდა ვარ მე ვარ საოცრად სპორტული ფეხბურთზე მიმიყვანა მამაჩემმა რომ მიხვდნენ უკვე რომ ცოტა წონაში გამექცა არიქაო ბიჭო მიუხედავთ და წავიდნენ სანამ ფული იშოვეს ის ესხეს ალბათ არ ვიცი იუვენტუსი ბავშვი დელ პიეროს ფოსონი მეწერა დელ პიერო უკან შიტოკი გამაში ბურთი ყველაფერი და უღაც საოცარი ადგილზე დავდიოდი აი ვაკისამება როა მაგის უკან რა ქვია მან ის იყო სტუთქალაქი არ იყო მან და თუ მან იყო რაღაც სტადიონი მოვიდა ბაბაჩემი და რომ მოვიდა ისაო რა ქვია ახლოს არ მოვიდა რა რომ თამაში არ გამფუჭებოდა რანაირად შეიძლება მე რანაირად ნო თამაშობდე მე რომ თამაში მამაჩემი კი არა მამა ღმერთიო დამანახო რანაირად მამერიოს მე თამაში მე როგორ შეიძლება თამაშობდე კარგად ხო ესე შოიდან არჩევდნენ რა ჩემ ვიღა თავის მაკაცი ნახა და არჩევენ ესო კაი ბიჭიაო ისო აი ხო და მე გავარ ტრენერის გვერდზე და იმაშვები რა ქვია მე ბატონი ტრენერს ვიღაცებს ვეჩხუბებოდი გვეცემებონა გინოს ხა და ეკითხება ის ვინ შეხვდა რომ ვინ არისო ჩემს ეკითხა ისეც უნდა თამაშობდი და მამა ჩემო გამოხედა
მაგრამ ესე დამთავრდა ჩემი სპორტული სხვა სპორტზე აღარცას უხარ. არა კაცო ყველაფერზე სამაქვს რაგბზე მაქვს ალარბუნზე მაქვს ნახევა ეცე დავარყი ისი 10 წელი დავარყათო რას უნდა 10 წელი სტადიონზე მოვიდა 10 წელი თუ დავარყი და რაღაც მინდა სპორტი მე შენთან კი არ ტენისზე და ტენისზე ვგიჟდებ ტენისზე სულვაზე ტენისზე ვიარე აი ამდენი ხანი შეება ტენისზე იარო ერთი კვირა ერთ დარტყმა ვიარე დავკარგები თუ ისო აქ იყავე წენემა ეხაო მოვალო შენ კედელზე თამაშეო და მოვალო და დავკარგე ბურთი გადავაცინე და მეთქი ეხა გამაგნე შენ გამოგკეცი სანატრენერი მოვიდა ცურვაზე კაი ხანი დავდიოდი სხვათა შორის და ისაო საოცარი ისინი იყვნენ დიმა, მარინა და რუსიკო ლაგუნაზე ეს და ისაო რა ქვია ლაგუნაზე და ბოლო 10 წუთიო რადგინად ქენითო აუსშიო და ფენოვანი წამო მაგიდანაც გამომაგდეს მოკეთ აი ესეთ საოცარი სპორტული ისტორიები მაქვს მოდი ერთ კითხვას დავსვათ და დავანებებთ თავს. მამების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, თუნდაც საოჯახო პირველად რომ დაინახე შემოშულება ჭურჭელი რო გავრესხე ბიჭებმა, რას აკეთებო? გაუკვირდათ, ეხლა აღარ უკვირდ. უნდა უკვირდეთ შვილებს ეგეთი რაღაცები, რომ მამაც უნდა იყოს ჩართული ამ ყოველდღიურობაში. რაღაცეები, ნუ რაღაცა აი კაცის საქმე, ქალის საქმე, რა მგონია. რა ვიცი, თუ წავაი ქალის ახლიდან დავქნათ მე აღარ დავეწყო დავიხჭოთ დავეწყო ჭურჭელი არ არსებობს ეგეთი რამე იმის საქმე ამის საქმე პირიქით მე მგონია რომ პატივის ცემა რაღაცა დოზით ერთმანეთის პატივის ცემა ნოვასწავლოთ და ცდილობ რომ შვილებს თავისუფლება ვასწავლოს მე ვარ ძალიან კარგი კულინარი სხვათა შორის საოცრად კარგი კულინარი ოღონდ აი სური საქართველოს დედამიწას სური. ამიტომ არასოდეს გთხოვენ არაფერს გაკეთებას. არა, მდენად კარგი კულინარი ვარო, დამყვებიან და ოღონდ აი ყველაფერს, აი 500 ჩისი მინდა მარტო იმიტომ რომ გავსინჯო აი მოკლედ აი საშინელება და ამიტომ აღარ მშვენ სამზარეულოში პორტალი. ყველაზე კარგად რა გამოგდის? არ ვიცი ესე. არა მე არას არ ვაკეთებ აღიარებულ კერძებს, ანუ აი რაღაცა რეცეპტი წერია, ეგეთ არ ვაკეთებ. აი რაღაცას ვიგონებ და მეორე აღარ ვაკეთებ. ოღონდ ანაუს ცხოვრებაში იმას რასაც ვაკეთებ რა. აი იმ წამს მაინტერესებს. ერთჯერად იგივე. ხო, აი თუ გამოვა, თუ არ გამოვა. ელოშულები, მთიულები ხართ ხო? მოხევეები, ხინკალი როგორი გამოგდის? აი ცომთან ურთიერთობა არ ვიცი. ამიტომ არ ვთქვილი კიდე უფრო დასვრის ყველაფერს და მაგი. აი ცომის კეთება არ ვიცი. აი რაღაცები სასწავლი. მამა ჩემი აკეთებს, აი ხინკალს ხოთაშობს ძალიან. ანუ მოხევეები მაგარხინო ჩვენ ყავს მეგობარი ელოშვილი და ეგეც ამბობს რომ რაღაცნაირს პეტერებს და რაღაცნაირებს. და უჯიშოს. აი ცივიც ოიჭმევა. მოხევეების ხინკალი იმით გამოირჩევა, ცივიც იჭმევა. აჰა, ეგ არ ვიცოდი. ამის არა ხან ხო აი ხა იმას ხო ვერ შეჭამ ესტონის ხინკალს ცივს ხო და აი წვენი აქ იმას და ეს აი ჩემი ჩქასავით ზესუმზირისავით თავისუფლებას ვასწავლი შვილებს რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ თავისუფლების ფასი და მე კითხვას აღარ დავს აბა ისთვის ცხოვრობს დედამიწაზე თუ თავისუფლება აბა შვილებისთვის თუ თავისუფლება არ გინდა აბა რა რანაირად აბა ისთვის ვიბძვით რატო ვართ ამ დღეში იმიტომ რომ რაღაცა შინაგანი მდგომარეობა ეს რომელიც უნდა იყოს თავისუფლებით თუ არა ვართ მაშინ რთულია თან ძალიან რთულია მესმის ეს მდგომარეობა მაგრამ ნუ აი ჩვენ თუ ვერ ვქენით იმათმა მაინც უნდა ქნა იზამენ დარწმუნებული აი განახეთ ჩემ ტატუს რომელიც ძალიან მომწონს სხვათა შორის მერად კოსტავა საქართველოს ისტორიაში ყოფილი დიდებული წამი ამოჩვენენ აქედან საქართველოს მაგარი დაგუწყა აი ეს არის ხო აი თავისუფლება რამდენი გვაქვს გადახდილი მე შეგნაკლებად მაგრამ აი ჩვენ შობლებს აი ჩვენც აი ხო ამაში ხო ფას ვიხდით ციცოცხლეს ვიხდით აი დღეს გურამ გაბისკირიას დაბადების დღეა როგორ არ თქვათ ახლა ხო აი მე მეტი სულ ფიქრობ ამ ადამიანზე რომ აი განა რა უთხრეს ისეთი რომ ვერ მოიქიფინო მე ალბათ ვიტყოდი რომ ბოდიში მუხლებზე დავდგებოდი გავენთხებოდი ძირს
ნუ აი მან ვერ ქნა რა. აი მგონია რომ ალბათ ფიქრობდა რომ აი თუ ის დადგებოდა მუხლებზე ეს სოხუმის მუხლებზე დადგომაც იქნებოდა და ალბათ ეს მდგომარეობა იყო. ხო, ძალიან რთული მომენტია და მაგრად არ მიყვარს უცა ადამიანები. ამო მე რო იქ ყოფილიყავი ამას ვიზამდი, იმას ვიზამდი. ეხა ეს დამიარაქეთ ეს იქ რო ყოფილიყავი მართლა შეიძლება პირველი გავქცეულიყავი. აი ხო მეც გავიქცევ არ უნდა არას ვერ იცით ეხლა. ხო, შეიძლება მოციგივე გამომეფერნა ის ლაპარაკი რომ რაღაცებს არ მიყვარს. ნუ აი იმ წამს რასიზმ არ ვიცი. რა ვიცი, აი რა გაქნა ანწუხელიძე არ ვიცით ხო დაუშვათ. გაქნა გაბისკირია. არ ვიცით. ჩარტავა. ნუ ამათ მორანა. ხო, გმირები კი ყავს ძალიან ბევრი. ხო, აი ცინარი იმ წამს როგორი იქცევი. ნიგარი, რამდენი ვიცი რომ ის ყოფილა, რა ქვია, რომ აი მე ხა ეგეთი სუპრასტარ რომ ვინა მეც კაცო რა რამდენჯერაც გინდა რომ აი თუ აი ეტაობი დაიწყოს სან ფეხი ვერ 2008-ში ფეხი ვერ ავადგი იმაზე. მოხალისეთ ვიყავი ჩაწერილები, სხვათა შორის მე და ჩემი რამოდენიმე მეგობარი თეატრალურიდან და ფეხი ავტობუსში ფეხი ვერ ავადგი კაცო შიშისგან. შიშისგან აი ვერ ვქენ. აუ ძალიან რთული ამბავია. ამდენს ვიღაცა დგებოდა მიდის და მარტივად აკეთებს ყველაფერს. გაუმარჯოს მოკლედ ჩვენ საქართველოს. გაუმარჯოს. ერთიანი იყოს და თავისუფალი რაც დავარია. საქართველოს ჭირსაში გამაგრდი. ელოშულებს გაგიმარჯოთ და იხარეთ და იბედნი. მამების დროს გაუმარჯოს და აუცილებლად გამოიწერონ ჩვენი არხი. გამოიწერეთ არხი. მამების დრო. გამოუშვით რა რეპეტიცია. კი, სო. მე მოგწდა. გასული. უკვე ცხადვილახევაში. გასული. მადლობა ძალიან დიდი სტუმრისთვის. იხარეთ და იბედნი. უყურეთ აუცილებლად. დიახ, უყურეთ მამების დროს. ეგა. ბავშვს ძალიან დიდი გაიხარეთ,